Radio Maestros ეთერშია ინტერვიუ. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ რადიო მაესტროს FM 94.7-ზე. სტუდიაში ჟურნალისტი ლევან ჭიტანავა მუშაობს. რამდენიმე წუთში სტუმარი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვით. ჩვენს კითხვებს უპასუხებს პაატა დავითაია, პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე. მანამდე კი რუსეთის ფედერაციის გენერალი აბტი ალაუდინოვის ქართველებს გეორგიევსკის ტრაქტს ახსენებს და სვამს კითხვას ხომ არ მოვიდა დრო რომ საქართველო რუსეთთან დაბრუნდეს. ამის შესახებ მან განცხადება რუსეთის მხარდამჭერ პროპაგანდისტთან ნიკოლოზ მჟავანაძესთან ინტერვიუში განაცხადა. აბტი ალაუდინოვი არის სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ჭიდროდ არის დაკავშირებული ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან. ინტერვიუში ალაუდინოვმა განაცხადა, რომ ისინი არა უკრაინასთან, არამედ Deep State-თან აწარმოებენ პროქსი ომს, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს ბაიკალის ტბის და რუსეთის სხვა რესურსების ხელში ჩაგდება უნდა. ამერიკელების მიერ დაფინანსებული ადამიანების მცირე ჯგუფი მართავს მიტინგებს და ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდებას. ხომ არ დადგა დრო იმისთვის, რომ ქართველი ხალხი უკან დაბრუნდეს რუსეთთან, იმ ურთიერთობებთან, რომლებიც ჩვენ გქონდა. ასე უნდა დასვათ კითხვა და საკითხი. რუსეთი ისევ იქ დგას, სადაც ადრე იდგა, როცა ოსმალური ხალიფატისგან გამოქცეულმა საქართველომ დახმარებას თხოვა. გეორგიევსკის ტრაქტი რუსეთს ხომ არ დაუპყრია საქართველო. საქართველო მოვიდა რუსეთთან და თურქებისგან გადარჩენას თხოვა. სად წავიდა გენეტიკური მეხსიერება ქართველებისა, რომლებიც ქართველებად და საქართველოთ რუსეთის წყალობით დარჩნენ. ახლა მოვიდა დრო, როცა ქართველებმა ეს უნდა გაიხსენონ და თქვან, რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვიყავით, ჩვენც მართლმადიდებლები ვართ. აქ უნდა ითქვას, რომ თავად ალაუდინოვი მუსლიმია. ვართ და თქვენს გვერდით ვიდგებით. ასეთ შემთხვევაში საქართველო მოიგებს. თუ საქართველო ამას არ დათანხმდება და არ იმოქმედებს, დამიჯერეთ. ადრე თუ გვიან ქვეყანას ჩამოაგდებენ იმ ხელისუფლებას, რომელიც პროქართულია და არა პრორუსი. შეცვლიან ხელისუფლებას, რომელსაც ქართველების კარგად ყოფნა უნდა. იმ ხელისუფლებით, რომლებსაც ამერიკელების, ევროპელების და Deep State-ის კარგად ყოფნა ენდომება, განაცხადა ალაუდინოვმა. სტუმარი უკვე ხაზეა, პაატა დავითაია, პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე. ბატონო პაატა, მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით და დიდი მადლობა მოსვლისას. ბატონო პაატა, პირველ რიგში ამ განცხადების შეფასება მინდა გთხოვოთ და შესაბამისად უკვე სხვა საკითხებზეც მექნება მოგვიანებით თქვენთან კითხვა. იქ ითქვა განცხადებაში, რომ რუსეთი დგას იქ, სადაც არის იყო. დიახ, რუსეთი დგას იქ, სადაც იყო, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, როგორც ქვეყანა, რომელიც დაპყრობითი ღონისძიებებითაა დაკავებული, ქვეყანა, რომელმაც მოათხოვა საქართველოს არანაირი მიერთებაზე და გეორგიევსკის ტრაქტატი არანაირი მიერთებაზე არ საუბრობს. იქ არის საუბარი ტრაქტატი ვინჩიცის, რომ სამხედრო დახმარებაზე მხოლოდ და მხოლოდ და შემდგომ როგორც ყოველთვის შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასთან არანაირი ძალა არ აქვს, არანაირი ნდობა არ აქვს, იმიტომ რომ სიცხვის ფასი არ აქვს მათ. ზუსტად ისეც მოახერხეს და ჩაატარეს ოკუპაცია, ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმებს და ასეთ სამეფოებს და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმ ხელშეკრულებებში რაც ჰქონდა, რომ ყველა დიდგვაროვანი გადაყავდათ აჩვენებდნენ საქართველოს, რათა არ მოხდარიყო ძალაუფლების გაძლიერება. ეს კიდევ ერთხელ ხაწყობს იმას, თვითონ იმპერიულ მიდგომებს რაც არის. ავიღოთ ის რაც მოხდა აფხაზეთში, ხო? სამშვიდობო ძალები, რუსეთის სამშვიდობო ძალები გახდა საოკუპაციო ძალები. ხო? ერთ წუთში შეიცვალეს ფერი. აქედან გამომდინარე, რა ნდობაზეა, რა დაბრუნებაზეა ლაპარაკი. დასკვნა უნდა გააკეთო, რომ არასოდეს საქართველოს რუსეთთან არ იყო. ყოველთვის იყო წინააღმდეგობრივ რეჟიმში.
იგივე ეკლესია, რაც რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჩაუტარა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, რაც აქედან ხატები გაიტანა, რაც ასეთი შეურაცხყოფა, ასეთი არაბებს არ მოუყენებიათ და იმათ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ უცხოდებოდნენ ეკლესიებზე ზოგი ეხახო. და ლაპარაკი, მაგრამ ზოგიერთი დამხობელი საქართველოს უცხოდებოდა. ესენი კი ოკუპანტები ხატების გაქონდათ, ქართულად ეკლესიაში საუბრის უფლებას ავადებდნენ წარმოებას და ითხოვდნენ რუსულად. ეს ყველაფერი ჩვენ გავიარეთ და სად უნდა დაუბრუნდეს? სადაც არ ვიხავით არასოდეს, სადაც სულ ბრძოლობთ ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი სუვერენიტეტის აი ეს არის თავარი, რაც უნდა გაიგოს აუძინომა და არა ის, რასაც ისის სურვილები გახდეს პატრონი საქართველოსი, საქართველოს იყოს მონა, ეს რაც საზრიდა გაუსვა არც არასოდეს იქნება. კი ბატონო, მე რადიო მსმენელს შევახსენებ 1801 წელს რუსეთმა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის ანექსიაზე, შეთანხმება ასეთ რამეს არ ითვალისწინებდა. დიახ, ბატონო, მოდით კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკას, ანუ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც განაცხადა, რომ წინაპირობა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს, კონტაქტები აღდგეს ოფიციალურად, ამის წინაპირობა არ არსებობს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. როგორ უყურებთ თქვენ დღეს არსებულ პოლიტიკას და რა პოლიტიკას, რა საგარეო პოლიტიკას ახორციელებს ქვეყანა? რაც შეეხება საგარეოს განცხადებას, უხარ ძალიან რთულია ხო დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინო ქვეყანასთან, რომელსაც აქვს სამი საელჩო. ეს არის ცხინვალი, სოხუმი და თბილისი. ხო, ეს თბილისი ეს ნიშნავს აღიარებას სოხუმისა და ცხინვალის. ძალიან მარტივია რა. ამას ვიც ხელს მომწერი მე არ მეგულება, მაგრამ მეორე ეს იურიდიულ მხარესაც ეხება, მაგრამ ჩვენ ხედავთ იმას, რასაც აკეთებს ქართული ხელისუფლება, რეალურად კონტაქტები მათ ადან აქვს რუსეთთან, ოღონდ ეს არ არის მოდი ხა ზოგი ბევრი იძახის პრორუსული ხელისუფლება, მე არ ვიძახი, აქ პრორუსულები არიან, რაც ამერიკულები არიან, თავისთვის არიან რა, თავის ხელისუფლება, ეს ხელისუფლება, არანაირი სხვა მიდგომა არ აქვს, იმიტომ რომ თვითონ არა პროგნოზირებადი ქმედებები აქვს ნებისმიერი მიმართულებით, სადაც გამიმართულებითაც არა იღე, ხო? გინდა დასავლეთი, გინდა აღმოსავლეთი, არანაირი გეგმაზომიერი მიდგომა არ არის, არანაირი პრაგმატული მიდგომა არ არის. ჩვენ პოლიტიკა ისე დონეზე მივიდა საქართველოს, რომ ჩვენ არ გატარავა, არც ფორმატში არა ვარ. სულიად იზოლაციაში ვარ. ჩვენთან საუბარი არავის არ უნდა. აი ავიღოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ყველასთან გადამტარებული ვართ. აი ბევრი მინის ლაპარაკი ჩინეთზე და ხდება არაფერი ერთი თეთრი არ ჩაუდია ჩინეთს ანატეის პორტში და ვერ ჩადებს, იმიტომ რომ 20 კილომეტრში და 30 კილომეტრში წყალქვეშა ნავებით დგას რუსების, ხო? არის არც იმართულებითაც რამე ხდება. აიღეთ, რა ქვია მაგას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ხვადე დიდი მეგობარი ისრაელი, ირანს დაუჭირეთ მხარი და შოქში ჩამაგდეთ ისე და ვერ გაიგეთ რაც მოხდა. ავიღოთ პლატფორმა, სადაც რუსული პლატფორმაა, სიტყვაზე ვლაპარაკობ, ისე სადაც არის პლატფორმაზე რუსეთი მონაწილეობს. არც იქ არის საქართველო, ხო? ასად არ არის. ეს არის ის პოლიტიკა, რაც ასეთი მიდგომით ქვეყანა იზოლაციაში ხდება. დღეს მე არაერთი ურთიერთობა მაქვს უცხოელებთან და დიპლომატიურ კონტაქტებს ვლაპარაკობ, არამედ საზღვარგარეთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მაქვს კონტაქტი და ვსაუბრობ. საქართველოს გაგონება არ უნდა არავის. აი და კითხვა რა დაგემართათ? მათ დაიწყეს საქართველოს გაყოფა, სწორი საქართველო და არასწორი საქართველო. რაც იმაშია კატასტროფაა საერთოდ ეს. ეს მოიტანა ამ პოლიტიკა, როდესაც შენ განსაზღვრავენ არის სწორი საქართველო და არასწორი საქართველო. ეს ხოლმე კითხვის ნიშანი კადრებთან დაკავშირებით. აი ძალიან გულს მათქენ და ძალიან გამიწვია ამას ხდება და ხელისუფლება თუ გულს არ მოეგო, აი რა ფედერალმა აუდიტორმა რაც ლაპარაკობს, რომ ხელისუფლება დაემხობაო, ამერიკელები და სხვა უცხოელები კი არ დაამხობ, ხალხი დაამხობ, თუმცა ვერაიტანს ქართველი ადამიანი არ არის მონად დაბადებული, იმპერიებმა აჩვენა ეს. ვიწევდა იმპერიებს ხოლმე, მაგრამ ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდა და ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდა და ყოველთვის მიდიოდა ისე, რომ ჩვენი ერი გადარჩენილი იყო. ერები ნადგურდებოდნენ, სახელმწიფოები ნადგურდებიან, კაცობრიობა რჩებიან.
ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის რეალური ფაქტები. დროში უჭირთ ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამარჯვებული არის. აი ასე იქნება ეს ყოველთვის, ამიტომ ეს გასწრება შეიძლება უნდა გააკეთოს. კი ბატონო, და ერთ-ერთ ძალიან მძიმე და მნიშვნელოვან თემაზე უნდა დაგისვათ კითხვა. თქვენ იცით, რომ 1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბოლო განცხადებაა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში ჩართული არიან ბრიუსელი, ევროკომისიის პრეს-სპიკერი, ზოგიერთი ელჩი, უცხოელი პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარები და გარედან დაქირავებული NGO-ები. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელმა და გარედან დაქირავებულმა NGO-ებმა ბოდიში უნდა მოიხადონ, რადგან კამიტთან დაკავშირებით დადასტურდა, რომ გავრცელდა ტყუილიო. შეგვიფასეთ ეს საკითხი მთლიანობაში, რასთან გვაქვს საქმე და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს? ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი, რასაც შეეხება თვითონ სამართლებრივ მიდგომას იმპაქტთან დაკავშირებით, რაც BBC-მ გამოაცხადა. დავითხოთ იმით, რომ ჯერ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ იყო ქიმიური იარაღი და აქედან გამომდინარე, თქვათ, ის კონვენციები, რაც საქართველოს არის მიერთებული, ამ კონვენციების დარღვევა. ეს არის პირველ რიგში გაეროს ქიმიური იარაღის კონვენცია, შემდგომ ჟენევის პროტოკოლი ქიმიური იარაღის შესახებ 1925 წლის, ჟენევის ქიმიური იარაღის კონვენცია ცალკე 59 წლის და შემდგომ 79 წლის. აგრეთვე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა პაქტი 66 წლის, სადაც მიერთებულია ჩვენი ქვეყანა და ადამიანის უფლებების დაცვის კონვენცია 53 წლის სტრასბურგის. ამ კონვენციების საფუძველიდან გამომდინარე დგება სამართლებრივი მექანიზმები გარკვევასთან დაკავშირებით, თუ მართლა იყო თუ არა ქიმიური იარაღი გამოყენებული, ხო? ეს ქიმიური გაზი. აქედან გამომდინარე ამ კონვენციებზე დათმობით არის მოქმედების რამოდენიმე სამართლებრივი მექანიზმი. პირველი ეს არის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ დაწყებული დაიწყოს გამოძიება და იცით რომ გავაკეთოთ სალამედურაბიშვილმა მიმართვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს და მათ აქვს უფლებამოსილება დაიწყონ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება. მეორე ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, რომელსაც შეუძლია სპეციალური რაპორტორი გამოაგზავნოს და გამოძიება დაიწყოს. აქაც იცით რომ ამ BBC-ის სიუჟეტში გაეროს წარმომადგენელი აკეთებს ერთ-ერთ მთავარ განცხადებებს და აქედან გამომდინარე დიდი ალბათობა არის ამ მიმართულებით დაიწყოს შესწავლა. მესამე მომენტი არის ალბომის სასამართლო, რომელიც უკვე მიდის საუბარი აპირებენ მიმართვას და მეოთხე ყველაზე რეალური რაც მიმაჩნია ეს არის ევროპის საბჭოს სამების პრევენციის კომიტეტი, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება, როგორც მე ვიცი, და ვიზიტორი წამოვა და იქნება თქვა ანგარიში გამოქვეყნებული, თუ ვიზიტორები ჩამოვიდნენ და შეიძლება სპეციალური კომისიის შექმნა მოხდეს. დღეს ბევრი მიდის საუბარი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლო პროკურატურაზე, რომ თითქოს და ჰააგაში გასამართლებიან ქართული ოცნების საუბარგელები, მინდა ამას ცოტა სკეპტიკურად უყურებ და ამიხსნით თუ რატომ, იმიტომ რომ მე პირველ რიგში ვარ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლო პროკურატურის ასოციაციის წევრი, პოსტსტატუსიდან მხოლოდ მე ვარ როგორც ყოფილი პროკურორი ამის ასოციაციის წევრი და მაგ სპეციალური ცნობები. ხა პირდაპირ მინდა გითხრათ თუ როგორ ხდება ჰააგის პროკურატურის მიერ საქმის დაგჭირვა. პირველი, ვინ მიმართავს? ეს იმართავს სახელმწიფო საქართველოს არ მიმართავს. მეორე, მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭო, რაც გამოიცხულია ვეტოს უფლებას გამოიყენებს რუსეთი. მესამე, ეს არის აქ მიმართვა სპეციალურ მიმართვა შეიძლება დაკეთოს არასამთავრობოებმა მოქალაქეებმა ჰააგის მთავარ პროკურორზე და მან თუ ჩათვალა საჭიროდ უნდა გაუგზავნოს წინასწარი მოკვლევის პალატას, რომელმაც უნდა დაიწყოს შესწავლა. ეს დროში გამწევადი დროის თემა არის, ვიცი ალბათობა 0-ის ტოლი არის, თითქმის რატომ, იმიტომ რომ იქ რომის არუსთან გამომდინარე საქართველოში გამოძიება უნდა იყოს და აქ ამ ძალიან დაკავშირებით ის გარკვეული გამოძიება მოქმედებები, ამიტომ ეგ უფრო გამორიცხული არის. მე ვფიქრობ, რომ წავა ის გზა, რა გზაც უკვე ჩანს, ეს არის ევროპის საბჭო და მეორე თემა მინდა ხაზი გაუსვა, რომ თვითონ ამ კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს შეუძლიათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. რადგანაც კონვენციის ხელმომწერი ქვეყნებში ერთ-ერთ ქვეყანაში მოხდა ეს.
ასეთი პრეცედენტები საერთაშორისო სამართალში არის, მაგრამ ამას წინ უძღვის საკანონმდებლო განცხადებები და ეს უკვე დაწყებულია და ჩვენ ეს ვნახეთ, რომ მაგალითად საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კომიტეტმა და 17 დეკემბერს ხდება რეზოლუციის მიღება. მე გუჩინ უსვენი ცეპთა პალატას ინგლისს, სადაც იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, დაბარებული იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ინგლისის ცეპთა პალატაში და მოხდეს საფრანგეთის შეცვალა და გამოიყოს სპეციალური ჯგუფი. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად უკვე ჩანს, რომ წავა ის გზა, რასაც ვთქვიათ, გაეროს ქიმიური იარაღის კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების მხრიდან კონკრეტულად ისის სამართლის საქმის აღძვრა. ოღონდ აი ეს იქნება ამ რეზოლუციების ფონზე. პირველ რეზოლუცია ჩვენ ვლოდებით 17 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, ხა მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უწევს ძალიან მძიმე შეცდომებს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ კიბერსოლაპარაკობაც არის ვარაუდი. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან ხდება განცხადებები, რომელიც არ ემთხვევა ერთმანეთს თანამდებობის პირების მხრიდან. აქედან გამომდინარე, თუ მათ BBC-ს კი არ უნდა უჩინონ და სამართლებრივ დავაში უნდა შევიდნენ. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ეს გააკეთოს, მათ პრეროგატივა არის, მაგრამ თუ არ სუფთები არიან, ძალიან მარტივად გასაკეთე. მიმართონ იგივე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას და ჩამოვა ის სპეციალური გამოძიება, ჩაატარეს და დაამტკიცებს, რომ არანაირი ქიმიური გაზი გამოყენებული არ იყო. ძალიან მარტივია. მაგრამ აქ იბადება კითხვა. როდესაც ესეთი თანამდებობის პირი ძახის, რომ გაზი იყო მათმა გომელაურმა თქვა, რომ გაზი შედენილი იყო. მერე თქვა, ეხლა შენაკეთებასაც თქვა, არა, მერე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გაზი იყო, მერე ისე უარყო. ძნელია, ამიტომ გამოძიება საჭირო და ძალიან მარტივია, თუ გაზი იყო. უყურეთ, ესეც უკვე დანაშაულია, ესე იგი, საქართველოს მიერთებული კონვენციიდან გამომდინარე არ შეეძლო ეს გაზი ეხება. თუ ეს გაზი იყიდა, ვისგან იყიდა, ესე იგი მესამე ქვეყნისგან იყიდა, ეს დაარღვია კონვენცია, დანაშაული. მეორე, თუ ვიღაცა მეციხიდა და შენახული იყო და ამაზე არავინ არ თქვა, ეს მეორე თითქოს ამასლები დანაშაულია, ის უკვე დაარღვია, რომ არ დააყენა ის კურსი და ინახავდა ქიმიური იარაღს. და მესამე, სადაც თუ გამოყენებული იქნა ეს თვალსაზრისით, ეს საერთოდ კატასტროფა. ამიტომ აი ეს კითხვები, რომელიც იბადება, ეს კითხვები ვერ მოიხსნება განცხადებებით და ეს ნათლად უკვე ჩანს და ჩანს იმიტომ რომ კანონები კეთდება კონვენციის მომწერი ქვეყნებიდან და აქედან გამომდინარე რაც უფრო სწრაფად დაიწყებს ხელისუფლება ამ გამოძიებას იმ წილში რაც ვიძახე ექსპერტების მოწვევით და არა იმ წილში რომ ვინც სუჟეტში იყო და მათი ბაზის დაკითხვაზე დასული აბსურდია ჯერეთი სერდებარეობით ექსპერტზე აგზე უნდა ყოფილიყო ამგზავრი და აგეძა და უნდა ქონოდა BBC-ს მიერ სუჟეტის ამ გამოვლენების აგზე უნდა ქონოდა აგზული და უნდა აგეძა პროკურატურას და არა სუჟის საქმე ეს არ არის გენწოვდა ახლა თუ იმ უხლები რაც აი აღიძრა საქმე საერთოდ მოგიდება ვერაფერში რა რაღაც უცხო ქვეყნების თუ ორგანიზაციებია ლაპარაკი ვინც აღგრავს ჩვენი ქვეყნის დოქტრინაში ინგლისი არ არის სრულ ქვეყანა ჩაწერილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დოქტრინაში ქართული ოცნების მიერ მიღებული სრულ ქვეყანა ჩაწერილი არის რუსეთი აქედან გამომდინარე საერთოდ მიკროს ის კვალიფიკაციებსაც არის მიღებული. ამიტომ არის რომ უცხოეთის მხრიდან ხდება ძალიან მკვეთრი რეაქცია, ჩვენი რეაქცია არ გაჩერდება. თუ ქართულოცნებას გონია რომ ამ თემას გადააგორეთ, ძალიან გაუჩერდება პირდაპირ მინდა გითხრათ, არ გაუჩერდება იმ შემთხვევაში თუ რეალურად დაადგენს, რა ქვია, დანაშაულს რაც მოხდა და ჩაატარებს რეალურ გამოძიებას უცხოურ ექსპერტებთან და უცხოურ გამოძიებასთან ერთად. სხვანაირად ამ ლაკას ვერ ჩამოირეცხებენ. ძალიან ძიმე ლაკა სკოშ არიან ეხლა ესენი, იმიტომ რომ კითხვის ნიშნები ყოველ დღე უფრო ძლიერდება და ძლიერდება. კი ბატონო, რაც შეეხება BBC-ს წინააღმდეგ სარჩელს ბატონ პაადა, აქ იცით რა მაინტერესებს თუ ამ მიმართულებით წავა პროცესი და გადაწყვეტავს საქართველოს ხელისუფლება უჩივლოს BBC-ს როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი იმ თვალსაზრისით გამოძიებას საერთაშორისო სასამართლო პროცესი დაეყნობა თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოძიებას თუ მოითხოვს საერთაშორისო ჯგუფის მიერ გამოძიებულ პროცესს პირველ რიგში უყურეთ როგორც ემა თუ ჩვენ ვილაპარაკებთ და გააჩნია რა მომენტებიც წავა ხო თუ ჩვენ ვილაპარაკობთ ხაგაზე ეს უნდა იყოს პროკურატურის ხმდებარე და სუსის საბუთოს ხაგ არ მიიღებს ეს ერთი მეორე
რაც შეეხება ქიმიური იარაღის აღზრდის ორგანიზაციის გამოძიება იქ საქართველოზე ინტერესის საქართველოს მიერ გამოძიებული დოკუმენტაცია მათ არ აინტერესებს ისინი თვითონ გამოიძიებენ იმიტომ რომ ეჩვი ხდება ამ კონვენციასთან დაკავშირებით დარღვევასთან დაკავშირებით ამიტომ სამართლებრივად მინდა ხაზი გაუსვათ მნიშვნელობა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიდგომას რომ თქვათ თუ რომის სტატუსიდან გამომდინარე მოხდებოდა გამოძიება თუ პოპულაციასთან იქნებოდა ურთიერთობა რაც კიდევ ხოლმე აბარაკობ თეორიულად შეუძლებელია ხო რაც შეეხება BBC-ს თქვათ თუ იმ კონტექსტში შევხედავთ თქვათ რასაც ქართული ოცნება ჩივის თუ ეს ჩივის ეს ქართული ოცნების განხადებაზე არავინ არ აღზევს სისხლის სამართლის საქმეს არც ინგლისში და არც ეგ სასამართლოში ჩივიზეა ლაპარაკი რაღაც კომპენსაციებზე და რაღაც მომენტებზე რადგან შემიძლია რომ შეცდომას უშვებს ქართული ოცნება ამ თვალსაზრისით რატომ იმიტომ რომ ჩვენ ნახავთ იგივე თქვათ ინგლისში უახლოეს ხანებში მიღებულ თემთა პალატის მიერ რეზოლუციას ამ საკითხთან დაკავშირებით და პირიქით ფაქტთან დაკავშირებით და ეს გამოძიება თუ ინგლისმა ან საფრანგეთმა დაიწყო და ხაზი მინდა გაუწვათ კომიტეტის მოთხოვნაში ეგდეს საფრანგეთის და 17 დეკემბერს უცხოს მიიღებენ რეზოლუციას და საფრანგეთის პარლამენტი შეიძლება საფრანგეთმა დაიწყოს გამოძიება ამ სულში ოღონდ ფაქტთან დაკავშირებით მართლა მოხდა თუ არა აქ უკვე ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შეიძლება ცნობად იყოს მიღებული შეიძლება არა მაგრამ მტკიცებულებითი მომენტი ექნება მხოლოდ და მხოლოდ იმას ვინც აწარმოებდეს იქნება გამოძიება აი ეს არის თქვათ რეალური სულარის სამართლები კი ბატონო და კიდევ ერთი კითხვა ბატონო და ის რომ გაკეთდა განცხადება წინა ხელისუფლების მიერ იყო შეძენილიო ეს რამეს ცვლის არაფერს არ ცვლის იმიტომ რომ სამი ეტაპი დანაშაულს პირველი ჩვენ როცა ვთქვი რომ კონვენციებზე მიერთებული ვარ წინა ხელისუფლებაც იყო რომ მიერთებული ამიტომ თუ მათ იყიდეს დანაშაულია თუ ამ ხელისუფლებამ შეინახა და არავის არ უთხრა დანაშაულია თუ ამ ხელისუფლებამ გამოიყენა დანაშაულია ხო ხსენებით არაფერი არ იცვლება რატო იყიდა რატო ვთქვი რომ ნაყიდი იყო რატო არ დააყენე კონვენციის ხელმოწერმა ქვეყანამ სპეციალური ორგანიზაცია რომელიც არის ქიმიური იარაღის აღზრდის ორგანიზაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით ხო ეგ ჩვენ ამაზე პასუხები არ აქვს ამიტომ სამი მიმართულებით შეძენა შეხება გამოყენება უნდა მოხდეს სამართლებრივი რეაგირება და გამოძიება ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოძიების ჩატარება ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს დააკეთოს პროკურატურამ როგორც ხედავ არაკეთებს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი თორსა პროკურატურა ამას არაკეთებს საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთონ ამ გამოძიებაში და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა ამ პროცესში ხომ ითვალისწინებს ხელისუფლების თანხმობას არა არა ორი მომენტი არის პირველი რატომ დავმართ ეს თქვათ იგივე მომენტი რასაც თქვია თუ სალომე ზურაბიშვილის მიმართვის საფუძველზე ქიმიური იარაღის აღზრდის ორგანიზაციამ გამოძიება დაიწყო ან გაერო არანაირი თანხმობა არ შეიძლება საქართველოში ეს ერთი რაც შეეხება რომ აპრილიდან გამომდინარე პროკურატურა მაგას ესა ხოლო რაც შეეხება კონვენციის განხილვას გაწყვეტა პრეცედენტი არსებობს გამოძიების დაწყება ცალკე არანაირი თანხმობა საქართველოში არ ჭირდება ეს ასეთი რაღაცები ხდება მაშინ როცა ჩვენ არ იძლია აი ეგ არის განსხვავება ხოხები და დღეს ეს კითხვის ნიშნები არის რომ ჩვენ არ იძლია და თუ არ ითანამშრომლა ანუ გამოძიებას ხომ დასჭირდება შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება თუ არ ითანამშრომლა ეხა ეს ისეთი სამართლებრივი მექანიზმია ვადონებად ამას ისეთი ქმედებები მოყვება არ ამგონია ორი თავი კონდიციისას ხოხები დანაშაულება ქიმიური იარაღის გამოყენებაში და თუ არ თანამშრომლობ და შენ თავს არ იმართლებ ესე იგი შენ რაღაცა მალავ და ავიცი სოფლიოში ასეთი არ შეჩენია არავის გენერალი ალი იყო რომელმაც ქუთების წინააღმდეგ გამოიყვანა ერაყში 70-იანი წლების ბოლოს გაზიდა 2000-იანი წლების დროს მაინც გაასამართლეს ამას ხანდაზმულობის ვადა აღარა კი ბატონო და ბოლო კითხვა ბატონო პალატა ეს თემა რომ შევაჯამოთ თქვენ როგორ უყურებთ საკითხს რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს პროცესი თქვენ იცით რომ აღიძრას ორი მიმართულებით მე შევახსენებ რადიო მსმენელს ორი სისხლის ერთი წამით სულ პირველ ანუ
საუბარია რა მიმართულებით შეიძლება ეს პროცესი წავიდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ს მიერ საჯარო სივრცეში და დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია სუსმა გაავრცელა, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 219 მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ამ ორივე მიმართულებაზე საინტერესოა თქვენი შეფასებაც და როგორ შეიძლება საერთო ჯამში წავიდეს პროცესი. მესმის პირველი რასაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბარი ეს ნაწილობრივ მისაღებია, მაგრამ ძალიან ერთ-ერთი მუხლი შეიძლება იყოს. რაც შეეხება მეორე მუხლს, ეს ასაცილო არის, იმიტომ რომ პირველ ხოლმე არანაირი ფული ორგანიზაცია არ არის BBC და თქვენი ქვეყნის უსაფრთხოების დოქტრინაში ინგლისი არ არის პოლიტიკურანა. აქედან გამომდინარე, ვინ განსაზღვრა ეს საკითხინო მემაჩნია ყოველდღიურად გამოხმარებით გააკეთა ეთობა სუსმა. პირველი მუხლი კიდევ ერთხელ ლაპარაკობ თქვათ აი ამ მიმართულებით ეს მხოლოდ აი ძალიან ლოიალურად არის ეს მუხლი გამოყენებული, იმიტომ რომ აქ უფრო მძიმე მუხლები არის გამოსაყენებელი და საქმე უნდა აღიარებულიყო ფაქტთან დაკავშირებით და დადგენილი იყო გამოყენებულია თუ არა ქიმიური იარაღი. აქედან გამომდინარე ეს იყო არასუსის არამედ პროკურატურის მომდებარე ამ მიმართულებით და პროკურატურას უნდა დაეწყო ეს გამოძიება, იმიტომ რომ აქ შეიძლება ჩართული იყოს სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და ამიტომ პროკურატურის შემდგომარეობა იყო მნიშვნელოვანი. აი ასე უნდა ყოფილიყო წარმართული ეს და როდესაც ეს ასე არ დავიმართა, იმიტომაც არის უცხოეთიდან ბევრი კითხვის ნიშანი. კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. მე რადიო მსმენელებს შევახსენებ. გადაცემის სტუმარი იყო პალატა დავითაია, პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე. ამით ინტერვიუს ფორმატი დასრულებულია. სტუდიაში კი ჟურნალისტი ლევან ჭიტანავა მუშაობდა. დროებით. რადიო მაესტროს ეთერში იყო ინტერვიუ.